გადაცემის სტუმარია ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი. ბატონ ლევან, მოგესალმებით და მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის. ბატონ ლევან, სანამ უშუალოდ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით დაგისვამდეთ კითხვას, მინდა ძალიან ზოგადი კითხვით დავიწყო თქვენთან საუბარი. თქვენი ანალიზი, თქვენი შეფასება მაინტერესებს, ანუ პოლიტიკური პროცესი, რაც დღეს გვაქვს საქართველოში, რა ეტაპს გადის და რა ხდება დღეს პოლიტიკურად საქართველოში? მე მგონია, რომ დღეს საქართველოში ნელ-ნელა ყველა ხვდება, რომ 2028 წლამდე მაინც და მაინც ბევრი დრო არ არის დარჩენილი. და თუ სურთ პოლიტიკურ ძალებს, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ქართულ ოცნებას და რაღაც შეცვალონ ამ ქვეყანაში, აუცილებელია მზადება და ბრძოლა იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები ოდნავ უფრო მეტად სამართლიანი მაინც იყოს. შესაბამისად, ეხლა ჩვენ ვადევნებთ ჩვენ პოლიტიკურ ველზე ერთგვარ გამოფხიზლებას, პოლიტიკური ძალები იწყებენ გადაჯგუფებას, ახალი სტრუქტურების მშენებლობაზე ფიქრს და მე მგონია, რომ ეს ძალიან მისაფალმებელი პროცესია, თუ მიხვდნენ ჩვენი პოლიტიკური ძალები, რომ ბოლო 2 კვირაში კი არ უნდა აწარმოონ საარჩევნო კამპანია, არამედ ბოლო 2 წელიწადში უნდა დახარჯონ ძალა და ენერგია, რომ თავიანთ საქმენი მიიტანონ ადამიანს. ბატონ ლევან, თქვენ ამბობთ, რომ ყველა ხვდებაო, რომ არჩევნებამდე არც თუ ისე ბევრი დროა დარჩენილი. აქედან გამომდინარე მინდა დაგისვათ კითხვა, ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ, პოლიტიკოსები ხვდებიან ამას და თუ ხვდებიან, რაში გამოიხატება, ანუ გადაჯგუფებებიო კიდევ აღნიშნეთ საუბარში, უფრო მეტი რომ გითხრათ რა გადაჯგუფებებზე საუბრობ და გამოფხიზლებას ვხედავ, ასევე ბრძანეთ თქვენ და ეს გამოფხიზლება რაში გამოიხატება? აი, მაგალითად, ბევრ პროცესში, ხა მე არ ვამბობ, რომ თან დიდი გამოფხიზლება და შემოტრიალება და ქართული პოლიტიკური კლასი გაჯანსაღდა და თვალებში გამოიხედა მეთქი. ეს არ მისგონს, მაგრამ არჩევნების მოახლოებას როგორც ცნობენ, ეს ჩანს მაგალითად იმაში, რომ პირობითად დაფუძნდა პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველოს, მიხვდნენ, რომ ეხლა თუ არ ააშენეს პოლიტიკური სტრუქტურები, მერე გვიან იქნება. ძალიან მკაფიოდ იმიჯნებიან ერთმანეთისგან მიშისტები და პოსტმიშისტები, ანუ თქვა გვარამია მელიას ერთის მხრივ და მასთან მიბმული ეს ალიანსი და მეორეს მხრივ თვითონ თქვა სააკაშვილი ცდილობს, რომ რომელიღაც აბლოიდურ თოქ-შოუს დაამსგავსოს თავისი პარტია და ეს მიაჩნია გამარჯვების სტრატეგიად. ასე შემდეგ, ანუ აი რაღაც სიცოცხლე იგრძნობა აი ამ პარტიული გადაჯგუფების ველზე და ამას გულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ არჩევნების სიახლოვე და დროის მცირე არჩევნებში მომზადებისთვის, რომ ცოტა დრო დაგვჭა, ანუ ამას გულისხმობ, აი ამას გრძნობენ ჩვენი პოლიტიკური ძალები. კი ბატონო, რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ პარტიას ჯერ საქართველოს, დაგისვამთ კითხვას ამ პარტიასთან დაკავშირებითაც. ბატონო ლევან, არაერთხელ გვისაუბრია ხო ჩვენ, როდესაც ვსაუბრობდით მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და იკვეთებოდა შემდეგი აზრი, რომ ნაწილი საზოგადოების, რომელიც განწყობილია ოპოზიციურად, თითქოს და ახალ პარტიას, ახალ სახებს ეძებდნენ და ელოდებოდნენ ამ პროცესისგან. აქედან გამომდინარე, რამდენად შეიძლება ამ პოლიტიკურმა პარტიამ უპასუხოს აი ამ მოლოდინებს? გააჩნია, რომელ სოციალურ სეგმენტს გულისხმობთ. თუმცა რუსთაველის გამგზზე გამოსული აქტივისტებისთვის მოსაწონი და აღსაწყობანებელი პარტია შეიძლება არ იყოს ეს პოლიტიკური ძალა, მაგრამ თავისი ელექტორატი მათ ყავს. შედარებით უფრო ზომიერი ამორჩეველი, ასე ვთქვათ, ქოცებზე გაბრაზებული, პროევროპულად განწყობილი, კონსერვატიული პირებულების მქონე პირები და ასე შემდეგ, ანუ ყველას თავისი სეგმენტი აქვს და ეს ახალი პოლიტიკური ძალა და ცდილობს, რომ უფრო აკადემიური იყოს, უფრო თავშეკავებული, ილანძღვა დინების კორიანტელში არ ჩაერთოს და დღეს უბრალოდ რო არ ილანძღები და არიცხევლები, ესეც უკვე პლუსად ითვლება ჩვენს პოლიტიკურ ველს.
ანუ გამოდის რომ ეს პარტია ძირითადად იქნება ორიენტირებული ქართული ოცნების სეგმენტში წაიყვანოს ამომრჩეველი? ვერ გეტყვით მე ამ პარტიას ესე ღრმად ვერ ვიცნობ, მაგრამ გარე დაკვირვება შეიძლება გითხრათ რომ ისინი მხოლოდ საპროტესტო ელექტორატისთვის არ უნდა იბრძოდნენ. თავიანთი თქვათ თავმჯდომარის დასრულიდან გამომდინარე ხოს ცოტა ხნის წინ თქვათ იგი პირიქით ქართული ოცნების დამფუძნებლის ადვოკატი იყო, შესაბამისად მის გარემოცვას, მის ღირებულებებსაც იჩნობს და ეს დროს თანხმდებოდნენ ბევრ დეტალზე. შესაბამისად ის რომ დღეს კონფლიქტი აქვს მათ ეს ნიშნავს რომ რაღაც ფუნდამენტურზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ აი ეს ამომრჩეველი და განწყობა შეიძლება ერთი ჰქონდეს. კი ბატონო, რაც შეეხება საზოგადოებას, მიმდინარე პოლიტიკური პროცესი რამდენად შეიძლება იყოს გასაგები, იგივე მაგალითად ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე პროცესიც ასევე მათთვის რამდენად შეიძლება იყოს გასაგები, ბატონო ლევან? ყველაფერი ძალიან გასაგებია და ძალიან ნათელია. არაფერი ახალი მზის ქვეშეთში არ ხდება, ეს დაპირისპირება, ძიძგილაობა პოლიტიკურ ძალებს შორის, ტალახით გუნდაობა, ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ნაცნობი სიტუაცია, ასე რომ რაც უფრო მალე დააწყნარებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აი ამ ალიანსს და მიხედავენ უფრო მეტად საქმეს, იდეებს, პროგრამულ პრიორიტეტებს, მე მგონია რომ უფრო მეტად მოიგებენ ამომრჩევლის გულს. დღეს მნიშვნელოვანი არ არის რომ ჩვენ ვთქვათ რომ ჩვენი ოპოზიციონერი მოწინააღმდეგე არის საშინელი და საზიზღარი. ეს მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ რაც ვემხრობით ჩვენ. ანუ ნახეთ ნეგატიური დღის წესრიგი, რაღაცის უარყოფა, ვიღაცის უარყოფა ძალიან ბევრჯერ მოხდა ჩვენს პოლიტიკურ ველზე და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვინ არის. დღეს ჩემი დაკვირვებით ადამიანებს სჭირდებათ პასუხები კითხვაზე, რომ აი თქვათ, როდესაც ხარ ოზურგეთში, გინდა წასვლა ბაღში 3 საათი, რატომ უნდა ელოდო დაანგრევ ავტობუსს, რომ სახლში დაბრუნდე ბაზრიდან. აი ეს არის პოლიტიკური საკითხი, როცა ადამიანებს შეზღუდული აქვს გადაადგილება თავიანთ სოფლებში, თავიანთ რაიონებში, როდესაც ვისაც მანქანა არ აყავს, ყველა იძულებულია რომ განსაკუთრებით რეგიონებში რომ მოუწყდეს სოციალურ ცხოვრებასაც, პოლიტიკურ ცხოვრებასაც, ასე შემდეგ, როცა ადამიანებს ეუბნებიან რომ დარჩით სახლში, თუ მანქანა არ გყავთ, საჯარო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოგემსახურებათ, ეს არ არის პრიორიტეტი. გამდიდრდი, იყიდე მანქანა და მერე აღარ იქნები ესე იზოლირებული. აი ეს ლოგიკა მუშაობს, ხო თქვა საჯარო ტრანსპორტის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში. ეს არის პოლიტიკა. ესეც ჩვენებზე გვჭირდება პასუხი. ვიცით ჩვენ რას აპირებს ამაზე თქვათ რომელიმე საქართველოს ოპოზიციური პარტია არ ვიცით და ესე შეიძლება მივხვდეთ ლევან უამრავ თემას. თქვათ ვიცით ჩვენ რატო უნდა უწევდეს საქართველოს მოქალაქეს მისვლა არაპროფესიულ მაღალი დონის ან სახელმწიფო დაავადყოფოში და ამის ნაცვლად მიდის რომელიღაცა ბანკის საკუთრებად ქცეულ ოროთახიან ამბულატორიაში, რომელსაც სააკაშვილო გიგია ვიცით. გასაგები. ბატონ ლევან, ასევე კითხვა გააქვთ თქვენ პასუხი არჩევნებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ძირითადი პარტიები? ჩვენ ახლა ამ თემაზე საუბარი ადრეა, რატომ იცით ეს არჩევნებზე მონაწილეობა მრავალცვლადია დამოკიდებული. ერთ-ერთი ცვლადია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკრძალავს თუ არა პარტიას. მეორე ცვლადია როგორი საარჩევნო კოდექსი გვექნება. მესამე ცვლადია თქვათ როგორი იქნება საერთაშორისო კონტექსტი, რა რესურსები ექნებათ ოპოზიციურ პარტიებს. ჩემი პირადი აზრი რო გითხრათ, საქართველოში ბოიკოტმა არც 2020 წელს გაამართლა
ბოლომდე 2021 წელს 2024 წელსაც ერთება შეუნარჩუნა აი ამ წინააღმდეგობამ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ ქართული ოცნება ისევ ხელისუფლებაშია. ესეთ დროს ნებისმიერი გონიერი ადამიანი იტყვის, რომ თუ ამ მეთოდებმა არ გაამართლა, რაღაც სხვა უნდა ვცადო. უნდა ვცადო არჩევნებში სხვა ტიპის მონაწილეობა, სხვა ლოგიკით მონაწილეობა, სხვა სტრატეგიით მონაწილეობა, ასე რომ არჩევნებზე უარის თქმა და მუდმივი საუბარი ბოიკოტზე მე ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია. თან იცით რა არის იზრდება საფრთხე იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ ნელ-ნელა ხელში ჩაიგდოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და უკვე ის საკონსტიტუციო ნორმებიც კი, რომლებიც ელემენტარულ დონეზე უზრუნველყოფენ ჩვენთან დემოკრატიას და ნორმალური სახელმწიფოს არსებობას, ისიც კი მძიმე უროცი დაანგრიონ მათ პაპუაშვილებმა და სხვა გავსმა სუბიექტებმა, ასე რომ ეხლა განზე გაწევის და ყველაფრის ქართული ოცნებისთვის ჩაბარების დრო არ არის და მე მგონი 2028 წელს იქნება. თქვენ კი ამბობთ, რომ ჯერ ადრეა არჩევნებზე საუბარი, მაგრამ ნახეთ ბატონ ლევან, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევენ, რომ მაგალითად თუ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, შესაბამისი მოთხოვნები რომ დააყენონ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, იგივე მაგალითად საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, იგივე დაკავებულებთან დაკავშირებით, ამაზე უნდა იყოს თუ არა ამ ეტაპის საუბარი და მოთხოვნების დაყენება, რომ გარკვეული ცვლილებებით მოხდეს არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ეგ უნდა ხდებოდეს ყოველთვის და მნიშვნელოვანი ამბავია ეს. მე არ მithქვას, რომ არჩევნების ფიქრი და ასე შემდეგ მონაწილეობისთვის მზადება ადრეა. ეგ უნდა დავიწყოთ. მე ვთქვი, რომ ადრეა ეს გადაჭრით თქვა მიიღებ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, იმიტომ რომ ათასი რამე შეიძლება დატრიალდეს ამ ქვეყანაში. რაც შეეხება თქვენ ნათქვამს, რომ პოლიტიკურების საკითხი ნებისმიერმა თავმოყარე პოლიტიკურმა ძალამ ყოველთვის დღის წესრიგში უნდა დააყენოს, ყოველთვის ნებისმიერი პოლიტიკური ძალა უნდა ცდილობდეს, რომ უფრო თანასწორი საარჩევნო გარემო შეიქმნას ამ ქვეყანაში და რაღაცა შეიცვალოს და ეს ხელისუფლებას უნდა მოთხოვოს. შესაბამისად, ეს სტრატეგიის საკითხია, როდის, სად, რა ფორმით ასე ვთქვათ, მოიცხოვენ მაგ პრობლემების გადაწყვეტას პოლიტიკური ძალები და ამაზე საფიქრალია. სწორედ, ახლა ადამიანები, რომლებიც ტროტუარზე დგომისთვის და Facebook-ზე კომენტარისთვის არიან დაჭერილები, ან რომელიღაცა ბრიღმა პოლიტიკოსმა, რომელიღაც პროვოკაციაში ჩაითრია და ამიტომ 20 წლის და 25 წლის ისინი ახალგაზრდები 10 წლის ისხდნენ ძირში, ამაზე საუბარი დასაწყებია და ეს გასაპროტესტებელია. რა თქმა უნდა, აქვე შეგვიძლია ვახსენოთ ქალბატონი ხოშტარია, რომელიც ესე იგი განსაკუთრებული სიმპათია მის მიმართ არ მომუწრავებს, მაგრამ სტიკიშია, რომ ხალი დაპატიმრებული არის, ფლომასტერი გადაუსვა პლაკატს. მონალიზას რო შეასხამენ სუპს, მართლაც ადმინისტრაციული ჯარიმეც იჭერენ ადამიანებს და კალაძეს რო შავი ფლომასტერი გადაუსვა, ამის გამო ადამიანი რომელიც დავათხა პრობლემებია, ასე შემდეგ ციხეში უნდა იჭდეს, ეს ნორმალურია? და რა თქმა უნდა, ეს თემები არ უნდა დავიწყოთ და ყოველთვის უნდა შევახსენოთ ხელისუფლებასაც და ერთმანეთსაც. მე ხა თქვენი მწმენელების ნაწილს ვეთყოდი, მეგობრებო, მეც თქვენნაირად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა ვარ აღფრთოვანებული ამ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმით, რომელსაც ვებრძოდი როგორც შემეძლო საუნივერსიტეტო სივრციდან. ელენე ხოშტარიას პოლიტიკური ბიოგრაფიით, მაგრამ ეს არ ნიშნავს თუ ადამიანი ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, თუ ადამიანი არ მოგწონს არც პოლიტიკურად და არც სხვა თქვათ მახასიათებლებს, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ თვალი დავხუცოთ ამ ადამიანის ჩაგორაზე, ამ ადამიანის წამებაზე, რასაც ქვია, და ამ ადამიანის გარიხვაზე და გაუბედურებაზე და მისი ოჯახის გაუბედურებაზე. ვინც არ უნდა იყოს ელენე ხოშტარია პირობითად პოლიტიკური გემოვნების და გზით
არავინ არ იმსახურებს იმას, რომ ადმინისტრაციული ჯარიმის ნაცვლად ციხეში გაუშვან და ამოაყონ რომელიღაც საკანში. ეს უნდა ვთქვათ ჩვენ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მაგრამ აი ქართულმა ოცნებამ დაგვიბლაგვა ეს შეგრძნებები, ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა საქართველოში ასეთი მიდგომა, რომ თუ ჩემიანი ხარ, ესე იგი გადაგხვედი თავზე და ვიზრუნებ შენზე, არა ხარ ჩემიანი, მაშინ ადამიანადაც არ გხული და მაშინ ნებისმიერი მეთოდით შენს წინააღმდეგ გავაშკრება მოსულა. შენ თუ მე არ მიჭერ მხარს, ესე იგი ადამიანი არ ხარ, ესე იგი შენი წყალში გადაგდება შეიძლება, შენი წამება შეიძლება, შენი გაუბედურება შეიძლება, შენი უსამსახუროდ დატოვება შეიძლება და ასე შემდეგ. აი ამ მორალურ რაღაც იმაში საზღვრობაში შეგვიძღვა ბატონი ივანიშვილი და მისი კი ბატონო და ბოლო შეკითხვა ბატონ ლევან დღეს რომ გადაწყვიტოს ქართულმა ოცნებამ დაშვების დონეზე გეკითხებით ბუნებრივია ჩანიშნოს არჩევნები რა შესაძლებლობები აქვს დღეს ოპოზიციას და როგორ გამოიყურება ის და როგორ ფიქრობთ, ანუ ძალიან მარტივად შეძლებს თუ არა აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, როდესაც ამაზე თქვენ საუბრისას აღნიშნეთ, რომ ამის დრო არ არის, რომ მივცეთ ამის შესაძლებლობაო. ძალიან ადრე არჩევნების ჩანიშვნა ამ ეტაპზე ქართულ დემოკრატიას არ აწყობს. იმიტომ რომ ქართული ოცნება არ აწევს თავისი ძალები მობილიზებული, აქეთ ამხარეს კი არის სრული აჯანყსანდალი. შესაბამისად მიუყვეთ იმ თარიღებს, რაც დაწესებულია. როცა 2 წელი ქუჩაში იბრძვი ვადამდელი არჩევნებისთვის და ვერ აღწევა ვადამდელ არჩევნებს და მომავალ არჩევნებამდე 2 წელი რჩება. ეს ნიშნავს, რომ რიგგარეში არჩევნების მოთხოვნა ჩავარდა. თუ ჩავარდა ეს მოთხოვნა, ეს მოთხოვნა ადვილად, მარტივად გვერდით უნდა გადადო და ბრძოლის ახალ ველზე შევიდეს. უნდა შევიდეთ, ხო? აი ახლა უნდა შევიდეთ 2028 წლის არჩევნო ციკლში. მეგობრებო, 2028 წლის არჩევნო ციკლი დაწყებულია. არანაირი ვადამდელი და იქამდელი და აქამდელი არჩევნები არ უნდა გვაინტერესებდეს. აი 28 რიცხვის 28 წლის თარიღზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და მანამდე თვითონ პოლიტიკური ძალებიც უნდა გადაჯგუფდნენ, რომ უფრო სერიოზულად წარმოჩნდნენ და პროგრამულად ორიენტირდნენ და ერთიანი ფრონტით ყველამ უნდა გავიბრძოლოთ იმისთვის, რომ რაღაცა არჩევნო კოდექსი და ადამიანის უფლებების სტანდარტი და რაღაცა ნორმალური იყოს ამ ქვეყანაში რა. ასე რომ ვადამდელი არჩევნები დღეს აი ამ წუთას ქართული ოცნების ინტერესში შედის. მადლობა ძალიან. მადლობა. შეგახსენებთ გადაცემის სტუმარი იყო ლევან ლორდ-ქიფანიძე, პოლიტოლოგი, სტუდიაში ჟურნალისტი ლევან ჭითანა ვამუშაობდა. დროებით.